Ava საღამომშვიდობის და მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, სამუშაო კვირა მიიწურა ფაქტობრივად და ყოველ პარასკევს ჩვენ ხვდებით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბის ირგვლივ ვიკრიბებით ხოლმე, რასაც ჩვენი ჯეკპოტი ლოტო 642 და ისეთი მსხვილი და არაჩვეულებრივი თანხები ქვია, რომელსაც ჩემგან ხელმარჯვნივ ხედავთ. მოდი გავაჟღეროთ, დავაკონკრეტოთ 715,628 ლარს ვათამაშებთ და ასევე მეორე საპრიზო კატეგორიაც არ უნდა დაგვაუწყოს, იმიტომ რომ ვიცით, რომ მეორე საპრიზო კატეგორიაში საკმაოდ კარგი თანხა უკვე მოგროვდა 367,000 ლარს ის უკვე გასდა შესაბამისად არ აქვს მნიშვნელობა რომელი მათგანი გათამაშდება, მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დიდი იქნება სიხარული ამ ამბის ირგვლივ. მოკლედ მე წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს, ადამიანებს, ვინც შეავსეთ ლოტო 642-ის ბილეთები და მოდი ავიღოთ სტარტი 3-2-1 ავითვალოთ და ავახმაუროთ უკვე ჩვენი ლოტოტრონი. ნახოთ დღევანდელი ციფრთა კომბინაცია როგორი იქნება, იმედი მაქვს რომ ის აუცილებლად მოვა თანხვედრაში იმ კომბინაციასთან, რომელთაც თქვენ უკვე შეავსეთ თქვენი ბილეთები და პირველი მომგებიანი ბურთი უკვე ადგილზე გვაქვს, საკმაოდ მაღალი ბურთით დავიწყეთ დღევანდელი ჩვენი კომბინაცია 38 დაფიქსირდა ყვითელი ფერის. კიდევ მაღალი ბურთი არის უკვე ადგილზე 40 გახლავთ მეორე მომგებიანი ბურთი და გჭირდება ამ შემთხვევაში უკვე მესამე. საშუალო რიცხვი შემოგთავაზა 17 მოთავსთა დანიშნულების ადგილზე და ვნახოთ რა იქნება უკვე მეოთხე მომგებიანი ბურთი, რომელიც ასევე მწვანე ფერის არის, მოკლედ ფერთა გამა დაძულია, ყვითელი მწვანე, ყვითელი კვლავ მწვანე და ამ შემთხვევაში უკვე 32. მეხუთე მომგებიანი ბურთი უნდა დამესვა ასეთი შეკითხვა იქნება თუ არა ყვითელის თქო, მაგრამ როგორც ხედავთ მიმდინარეობა კვლავ იგივე 39 არის მეხუთე მომგებიანი ბურთი და მეექვსე ძირითადი ბურთი ეს გახლავთ უკვე 12. ბონუს რიცხვიც გავაჟღეროთ, დავალოდოთ რამდენიმე წამით ჩვენს ლოტოტრონს. კვლავ ყვითელი, მოკლედ დღეს ყვითლები დომინირებენ, 31 გახლავთ ბონუს რიცხვი და ტრადიცია გადავიმეოროთ ჩვენი კომბინაცია არ დავარღვიოთ, 38-ით დავიწყოთ, 40, 17, 32, 39, 12 და ბონუს რიცხვი გახლავთ 31. მე კიდევ ერთხელ ყველას გისურვებთ წარმატებას და ვიდრე ჩემგან ხელმარცხნივ გამოჩნდება შედეგები და გავარკვევდეთ დღეს გავეთამაშეთ თუ არა ასე სასურველი მსხვილი საპრიზო ფონდები, მანამდე აუცილებლად უნდა გითხრათ და მოგიყვეთ ერთი ადამიანის შესახებ, მარგარიტა ავაქიანი, რომელმაც გადასაპყრად მომენტალურ ლატარიაში 7-იანში 20,000 ლარი მოიგო და გადავინაცვლოთ მოდი დროებით ოზურგეთში, შემდეგ დავბრუნდეთ და უკვე შედეგებს აუცილებლად გაგაცნობთ. საქართველოს ეროვნული ლოტერიის კომპანია კვლავ აგრძელებს ადამიანებისთვის ბედნიერი ემოციების მინიჭებას. ამჯერად ოზურგეთში ქალბატონ მარგარეტ ავაქიანს გაუმართლა, რომელმაც გადასაფრთხე ლოტარია 7-იანში 20,000 ლარი მოიგო. მოდით ვესტუმროთ ქალბატონ მარგარეტს და გავიგოთ მისი ბედნიერი ემოციების შესახებ. ნისლი და პურია, როდესაც ბახმაროს მზელოღას დადეს. იმღერებ შენ ჩემო ლამაზო გურია, სიმღერებს ლამაზებს. ოზურგეთში ლოტარიის ბილეთი ვიყიდე ქალაქის ცენტრში PSP აფთიაქი და იმის წინ არის ჯიხური. გადავხიკე 07 რომ დამეწერა ცუდად გავხდი. დედა რა ვიფიქრე. ჩავედი ქვევით ვხიკავდა 20,000 რომ დაიწერა კანკალი და მაწყებინა. მოგებული თანხით ვეცდები რომ ჩემი სახლი გავარემონტო და გავალამაზო. მადლობა საქართველოს ლოტარიის კომპანიას ამ დიდი საჩუქრისათვის. ყველას გისურვებთ გამარჯვებას, გადაფხიკეთ და მოიგეთ. ნამდვილად გილოცავთ ქალბატონო მარგო, კიდევ ერთხელ. თქვენ კი გახსოვდეთ იგებს ის, ვინც თამაშობს. მოგება კი შეუძლია ყველას. ქალბატონ მარგარიტას რა თქმა უნდა ბულოცავთ ჩვენ ამ ძალიან მსხვილი თანხის მოპოვებას და შედეგებში როგორც ხედავთ მეოთხე საპრიზო კატეგორია გათამაშდა 1542 ლარი გაიყო ორმა ადამიანმა და 771 ლარი შეადგენს მოგება ბილეთზე. ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ ყველას, ჩვენ სამშაბათ შევხვდებით ამ სივრცეში ერთმანეთს.